ჩვენ დღეს ვისაუბრებთ გალაქტიონზე, ფაქტობრივად ვისაუბრებთ იმაზე, რომ სულ ცოტა ხნის წინ ზოგიერთი ჩვენგანი უკვე არსებობდა კიდევაც საქართველო იყო სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდარი ქვეყანა, იმიტომ რომ ყავდა სოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ხმა, ყველაზე რთულ დარგში, რომლის მოფიქრებაც შეიძლება. ჩვენ ქართველები უცნაური ხალხი ვართ. რაღაცეებში სერიოზულად არ წარმოვადგენთ სიდიდეს. მაგალითად, ჩვენი მეცნიერება, სამეცნიერო ხაზი, ტექნიკური განსაკუთრებით სუსტია. ჩვენ ერთი ფორმულაც არ გვიჩუქებია მსოფლიოსთვის. თუ ვინმე მგითხავთ, რომ მუსხელიშვილმა რამე ქნა, იცოდეთ, რომ ზედმეტი ლაპარაკია. უბრალოდ საბჭოთა კავშირში განაწილებული იყო პატარა ამოცანები და ერთ-ერთ პატარა ამოცანას მუსხელიშვილი სასრულე რო იცოდეთ ისე. თუ გინდათ, მაინდამაინც დიდი ქართველი მათემატიკოსი ანდრია რაზმაძე იყო. მოკლედ, ფიზიკაში და ქიმიაში ბევრი არაფერი გვექნია. ფიზიოლოგიაში არა გვიშავდა ბერიტაშვილის გამო, ერთ ცალკეული გენიოსები და გვებადა ბუნებრივია, მაგრამ ახლა არქიტექტურაზე და იმაზე არ მალაპარაკოთ, მოგეხსენებათ, სახლებს ვერ ვაშენებდით ვერასოდეს. და ჩვენი მეფეები რა სასახლეებში ცხოვრობდნენ, იმას რომ სასახლეები კიდე კარგი რომ თამარის სასახლე არ გადარჩა, იმიტომ რომ ეგეც კი წაგვეშლებოდა, მაგაზეც წაგვეშლებოდა რაღაცა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ბევრ სფეროში უჩვენოთ იცხოვრა მსოფლიო. მატარებელიც გამოიგონა, ორთქლის მანქანაც გამოიგონა, თვითმფრინავის გამოიგონა, უჩვენოთ. ჩვენ ჩავერიეთ მერე ამერიკელებს F-ი გაუკეთეთ. ქართველმა კაცმა გააკეთა, ქართველი შვილი იყო გვარად. ამერიკელებს რუსი ეგონათ ყოველთვის, რახან რუსეთიდან იყო. მაგრამ სწორედ ჩვენ ხალხმა, რომელსაც ბევრი არაფერი გვიქნია ბევრ სფეროში, არა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხალხი ვართ. მაგის მტკიცებულება ძალიან ადვილია. ქართველურ ენას სვანური ჩამოშორდა ძველი წათარიცხვის მე-20 საუკუნეში, 40 საუკუნის წინ, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდე 10 საუკუნე უნდა იანგარიშოთ, სულ ცოტა რო ენა არსებობდა. ჩვენ 5000 წლის ხალხი ვართ, სულ ცოტა. მასეთი ახლა ამბოჯამად ცოცხლებიდან მარტო 1-2 არის დარჩენილი. და სახელმწიფოებრიობა რო კონდეს და ასე შემდეგ, ისეთი ჩვენ და ჩინელები ვართ მარტო. დამდგეთ ებრაელებზე ძველებიც კი ვართ. რაღაც. სომხები, ბავშვები არიან ჩვენთან შედარებით. ახალგაზრდები იმედია მიულოცავთ დღეს, რომ გაიმარჯვებს იქ დემოკრატია და ფაშინიანი, რომელიც ძალიან შემოქმედებითი კაცი აღმოჩნდა. საერთოდ შლაპია ეგ პირველი შემთხვევა არის მართალია, თუმცა ჩვენი ხელისუფლება ვის გულშემატკივროს ძალიან კარგად ხვდები. მე ვატყობ, როგორ თავს იკავებენ კომენტარებისაგან. მოკლედ ისი თქმა მინდა მე, ჩვენ შეიძლება ბევრ სფეროში არაფერი განსაკუთრებული არ გვიქნია, მაგრამ არსებობს ერთი სფერო ყველაზე რთული. კულტურა, რა თქმა უნდა, ყველაზე რთული სფეროა. და ვინ ვარ ჩვენ კულტურაში? ჩვენ გვაქვს სიმღერა, რომელზეც კომპოზიტორმა თქვა დიდმა, რომ მეო მივილტვი იმ პროფესიული მუსიკისკენო, რომელიც მგონია, რომ ეგაა ყველაფერი და აგერ თბილისის ახლოს მთაშიო ხალხსო უკვე უმღერიაო. თბილისის ახლო მთა იგულისხმება გურია. ჩვენთვის ახლა ეგ არ არის თბილისთან ახლოს და სხვა, მაგრამ იმისთვის ახლა იმ ხელა ქვეყნის წარმომადგენლისთვის სტრამინსკიმ თქვა ეს. საითაც მე მივდივარო, გურულებმა უკვე იმღერეს. ხო, გურულებმა იმღერეს 4, 5, 7 ხმიანი სიმღერები. წარმოუდგენელი დონე დადეს ქართველებმა მუსიკაში.
თან უნდა გითხრათ, რომ კახური, ქართული, სვანური, გურული, მეგრული, იგი აგი ყველა განსხვავებულია, გეგონება 17 ქვეყანა, მაგრამ ყველას აქვს ერთი საფუძველი. ანუ ერთი კულტურა არის, ასე დივერსიფიცირებული. ამ სფეროში, ცეკვაში და სიმღერაში ჩვენ არ გვყავს სერიოზული მეტოქეები მსოფლიოში. გარდა ამისა, არ არის დასამალი, რომ მარტო ჩვენ არ ვაღიარებთ კულინარიაში დიდ მიღწევებს. ანუ ესეც კულტურა არის. მაგრამ ეგ არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც ჩვენ პროფესიულ დარგში, პოეზიაში გავაკეთეთ. საქართველო არის აშკარად ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი წერტილი მთელ მსოფლიოში ამ თვალსაზრისით. ჩვენ 4 მსოფლიო გენიოსი გვყავს. ერთი კიდე ეროვნული მნიშვნელობის და 2 მეტნაკლებად ეროვნული მნიშვნელობის. ბევრი არიან, ბევრი. მაგრამ რუსთაველს, ბარათაშვილს, ვაჟას და გალაქტიონს წყალი არ გაუღა. გალაქტიონმა იცხოვრა იმ საუკუნეში, სადაც 1-2 კაცი დაუდგებოდა გვერდით. ალბათ თომას ელიოტი, ეზრა პაუნდი, პაულ ცელანი. მეტი არ არის, ნუ ვილკე, რომელსაც უკვე დათქმებით. მაგრამ ეს დიდი ხალხია, დიდი ენებია, დიდი კულტურებია და უცებ გალაქტიონი. ასეთი მოვლენა. წარმოუდგენელი მოვლენა. ყველაფერი რა თქმა უნდა რუსთაველიდან იწყება, მაგრამ რუსთაველთან მე ასე შორს არ წავალ, მაგრამ გალაქტიონთან დაკავშირებით მინდა გითხრათ. 1959 წლის 17 მარტამდე საქართველო, როგორც გითხარით, იყო მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა, იმიტომ მაგ დროს არავის აღნაირ არ ყავდა. არც ცელანი იყო, თავი მოიკლა, მოგეხსენებათ, ჭკვიანი კაცი იყო, სწორ ადგილას მოიკლა თავი, პარიზში მირაბოს ხიდიდან გადახდა სენაში. მაგ დროს აღარც ელიოტი იყო, ეზრა პაუნდი უფრო ადრე წავიდა კიდევ, საერთოდ არავინ არ იყო. რჩებოდა მარტო ერთი გალაქტიონი, მთელი მსოფლიოსთვის. მსოფლიომ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა, რა თქმა უნდა. ერთხელ გალაქტიონის მოყვარემ, არასისხლით ნათესავმა, ასევე პოეტმა და მნიშვნელოვანმა კაცმა იტალიელებს მისცა ინტერვიუ. შეკითხვაზე, ეს არის ბულატ შალვასძე ოკუჯავა. როდესაც მამა ქართველი ყავს და დედა სომეხი, გამოდიხარ დიდი რუსი პოეტი. ეს რამდენიმე შემთხვევა ვიცი მასეთი ისე. კომპრომისი ეგაა რა, იმიტომ რომ ესენი ამ ენაზე ელაპარაკებიან ერთმანეთს რა, ქართველები და სომხები მაგ დროს. და ახლა ჩვენი დრო შეიცვალა, კაცო, ჩვენი დრო ახლა მანქანას რო ვაჭერებ, ბოშა მოდის და ქართულად მელაპარაკება და როგორ არ უნდა მის ახლა პატარა ბავშვი მოდის ქართულად ლაპარაკობს ცხოვრებაში ქართულისა. ერთი სიტყვა არ უსწავლიათ საბჭოთა კავშირის დროს ბოშებს. ყოველთვის იცოდნენ რომ ზედმეტი იყო რუსული ჭრიდა. ხო, ახლა სხვა ამბავი არის, რა თქმა უნდა. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ როდესაც გალაქტიონი დავკარგეთ, ჩვენ ფაქტობრივად მეხსიერება დაგვრჩა, რომ ამის პოტენციალი გვაქვს. აი ასეთი რაღაცის პოტენციალი გვაქვს. ამიტომ ვართ ხოლმე მშვიდად. ზოგიერთს უყურს, რომ რატო არიან ქართველები წყლარად და მშვიდად, როცა ასეთი უცნაურობები ხდება, აგერ ვიზას წაგვართმევენ, იმას გვიზამენ, ამას გვიზამენ. ხო, რაღაცნაირად მშვიდად ვართ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პასპორტი. ადრე ვეფხისტყაოსანმა გაგვაფუჭა, მათ თვალსა ესით. ამ დავიჯერეთ, რომ ჩვენ არასოდეს არ მოვკვდებით, და ახლა ეს ვისთვის დაიბადა ეს ამხელა ფენომენი. და ახლა საკმაოდ მშვიდად ვართ, რომ აი ლექსში ქართველმა პოეტმა თქვა, აგერ ახლახან გარდაცვლილო გალაქტიონო. თქვა არ ორიონო, იგივე აგიო და გალაქტიონო, აგერ ახლახან. ანუ სულ ახლახან ჩვენ დავამტკიცეთ პოტენციალი.
ახლა სხვა სფეროებში ვამტკიცებთ. მე სერიოზულად მიმაჩნია, რომ ისეთი ფენომენი რო იბადება, როგორცაც თუნდაც ხვიჩა კვარაცხელი, ეს ნიშნავს, რომ ნაცია სიცოცხლეს აპირებს. მომაკვდავი ნაცია ეგეთ რამებს არ სოფლიო ღირებულებებს არ წარმოქმნის. გალაკტიონი დაიბადა 1891 წლის ძველი სტილით, ანუ 17 ნოემბერს ახალი სტილით. დავიმახსოვროთ, რომ ეს იყო სამშაბათი დღე. იმიტომ უნდა დავიმახსოვროთ და იყო 17 რიცხვი ახალი სტილით. იმიტომ უნდა დავიმახსოვროთ, რომ გალაკტიონი თვითონ დაამთავრებს აი სიცოცხლეს 17 რიცხვში სამშაბათს. იყო შანსი ეს მომხდარიყო წინა დღეს. ჩვენ მაგ დღეს დეტალურად განვიხილავთ აუცილებლად რა და როგორ მოხდა. ერთხელ პროკურორმა შუშანაშვილმა, რომელმაც პროკურორობა რო დაამთავრა, გამოიძია გალაკტიონის სიკვდილის გარემოება იმ მუხლით, რომელთაც ასეთი საქმეები იძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. და ჩვენ ვიცით, ვინ მიიყვანა გალაკტიონის თვითმკვლელობამდე და შუშანაშვილის ცოცხალია სხვა ჩვენი და დღემდე ითხოვს, რომ ამოვთხაროთ საფლავებიდან და მივხედოთ მაგ ხალხს. მე გეტყვით ვიზია ლაპარაკი და თქვენ მიხვდებით, რომ მთხრელები არა ვართ. ერთთან უბრალოდ ეზოში არ შეგვიშვებენ. იქ საკუთარ შვილებს არ უშვებენ იმ ეზოში. ერთი სიტყვით დიახ, იმიტომ ეგეთ დამნაშავეთა რიგებში არის. შუშანაშვილის აზრით რა თქმა უნდა. მე მინდა გითხრათ ასეთი რამ. გალაკტიონის დაბადება უცნაური არის იმ თვალსაზრისით, რომ მთელი ცხოვრება ეს კაცი ამტკიცებდა 92 წელს დავიბადება. ეხლა აქ მინდა ერთი განსაკუთრებული რამე გითხრათ. მეორე შემთხვევა არის ქართველებიდან, როდესაც ადამიანები მიანიშნებენ, რომ ისინი არ არიან ისინი, ვინ ჩვენ გონია. ერთი კაცი მიგვანიშნებდა, რომ ვერაფრით ვერ იქნებოდა მეწაღე და ლოთი ბესოს შვილი. და ამიტომ მინიშნებით ხან ვაჟა-ფშაველაზე გაყავდა ხალხი, ხან ჩარკვიანებზე, ხან მღვდლებზე, ხან და ასე შემდეგ. ხან ეგნატაშვილი ყავდა კრემლში უფროსად და იმაზე მიანიშნებდა, რომ იმის შვილი არის, ისე ეზიზღებოდა მამამისი. ბესო, მაგრამ მინდა გითხრათ, სამი სურათი მაქვს აღებული ბავშვობის. სტალინის, ბესოსი და ვასილის, სტალინის ვაჟის. აბსოლუტურად სამი ერთი სახეა. ეს სამი არის ერთი და იგივე აბსოლუტურად. წარმოუდგენლად გვანან ერთმანეთს, ანუ ბესოსგენმა გაიმარჯვა მაგ ხაზით. სტალინის დედას არ გავდა. გალაკტიონი გავდა დედას. დავიწყოთ იმით, რომ გალაკტიონმა ერთ შესანიშნავ ლექსში თქვა წარმოუდგენლად მაგარი ფრაზა. ის ლექსი საერთოდ ეფემერა სავსეა ასეთი ფრაზებით. იქ ნორმალური სიტყვა არ წერია, რომელსაც დაწერდა ჩვეულებრივი პოეტი, ეგეთი არ არის, განსაკუთრებული ლექსია. 22 წელს, როცა ეფემერა ისევ ეფემერათა ციკლი რო დაიწერა, გალაკტიონი ჯერ კიდევ ფორმაში იყო. გალაკტიონმა დაამთავრა პოეტობა 27 წელს, როცა გამოსცა ერთტომეული. იმის მერე 29-ში ვეკაპებემ დადგენილება მიიღო, რომ ყველა დაწერს ახლა კომუნისტურად და სოციალისტურად და გალაკტიონმა 1-2 შედევრი შემატა. ისე მინდა გითხრათ, 1919 წელს, როდესაც გამოიცა გამოფლეხა ღვთისდიქანო თავის ქალა არტისტული ყვავილებით, გალაკტიონი რომ მომკვდარიყო, ის იქნებოდა, ვინც იყო და ვინც არის. ხო ამას ჩვენ დანაკლისი გვექნებოდა, ეფემერები არ იქნებოდა. არ იქნებოდა ის საშინელი ლექსი, რომელიც 1927 წელს დაიწერა ცხოვრების ჩემის გამომწამებელი. სულ მალე გავამატებია, ვარიანტები არის ცხოვრების ეტლის სადარებელი და შემდეგ. მოკლედ ბედის ხო ვარიანტებს ყველას მოგახსენებთ, იმიტომ რომ მინდა წაგიკითხოთ ერთი წერილი, რომელიც ოლეო კუჯავამ მოიწერა ციხიდან. ერთ-ერთი ბოლოს წინა წერილი არის,
ეგ საწოდავი ამბავი არის მოგეხსენებათ. გალაკტიონი დაიბადა 91 წელს, თუმცა ამბობდა 92-ში. არადა მამამისი ვასილი გარდაიცვალა 91 წლის თებერვალში. ახლა 91 წლის თებერვალში რო კაცი გარდაიცვალება და შვილი გაუჩნდება 92 წლის ნოემბერში, ეგ ახლა იმ ქვეყნიდან თუ მობრუნდებოდა, თორე ბევრი არის დრო. ანუ მიანიშნებდა თითქოს არ არის ვასილ ტაბიძის შვილი. გაბრაზებული ნაწყენი იყო მამაზე, რო არ დახვდა მას. ეს სხვა შორის გრძნობა აღწერილი არის მხატვრულ ლიტერატურაში. მამა არ დახვდა დევიდ კოპერფილდს და იქ არის ეს მრისხანება წასული მამის მიმართ. ძალიან სხვა შორის ეს წერალი გალაკტიონს განსაკუთრებით უყვარდა. თუ გახსოვთ, ლექსშიც ერთი-ორ ადგილას გამოჩნდება დიკენსის გმირივით ცეცხლთან დაფიქრება და უყვარდა დიკენსი. ერთი სიტყვით არ ვიცი რატომ მიანიშნებდა, მაგრამ ფაქტი არის 91-შია დაბადებული, განამდვილებით ვიცით და სამშაბათი დღე იყო. დაიბადა იგი ფაქტობრივად უკვე დაქვრივებული ქალის ოჯახში. დედა მაგ დროს 29 წლისა იყო, ერთი შვილი ჰყავდათ. გალაკტიონს ჰყავდა ძმა. ხებს თუ ნახავთ, ძმას ერქვა აბესალომი. ანუ პროკლე. ეს როგორც კახა ალექსანდრე და ასეთი სახელები ახსენებს, სამეგრელოში იციან ორი სახელია, აუცილებელია. ზოგ სამიცა აქვს. ერთი ჩემი ახლობელი ამტკიცებდა, მე არ მაქვს მეორე სახელიო და ბავშვის სურათი ვიპოვე და უკან ეწერა მეორე სახელი. ბებიის ხელით დაწერილი. ასე კი პროკლე და ალექსანდრე თუ ნახავთ სურათებს, აი ჰოლივუდის ვარსკვლავის გარეგნობა აქვს. ის გავდა თურმე მამას. ხოლო გალაკტიონი გავდა დედას, ეს აშკარად ჩანს, არის სურათი, სადაც დგანან გალაკტიონი, აბესალომი და ზის დედა და იქ ჩანს ვინ გავს დედას. გალაკტიონი გავდა დედას. დედა იყო უნიჭიერესი ქალი. ხელსაქმე იცოდა, მკერავი იყო, მაგრამ ამავე დროს იყო სახალხო მკურნალი. იყო საპაიჭაძოდან, ყუმური ქვია ახლა იმ სოფელს. ადეიშვილის კალი იყო და მარტო დარჩა ამ ბავშვების აღმზრდელად. და იმდენად მაგარი ქალი იყო, რომ მოსავალი იმდენი მოყვა და კიდე ყიდდა. და უამრავი ფრინველი და ეს ყავდა და ულიდა და მოკლედ ოჯახს არ უჭირდა მატერიალურად. თუმცა აი ფულზე რომ იდგებოდა საქმე, ფულის გამოგზავნა უჭირდა ხოლმე შვილებისთვის ფულის გაგზავნა, თუმცა ორივეს მისცა წარმოუდგენელი განათლება, რომელიც მათ სოციალურად არ ეკუთვნოდათ. გალაკტიონს იმ ლექსში მე რო გითხარით, სადაც სულ ძლიერი ფრაზებია, აქვს ასეთი ნათქვამი. წვეთი სისხლის არ არის ჩემში არა ქართული ძაფი ნერვის არ არის ჩემში არა პოეტის. რა თქმა უნდა, მთავარი სათქმელი აქ იყო ძაფი ნერვის არ არის ჩემში არა პოეტის და ეს აბსოლუტური სიმართლე. გალაკტიონი იყო 100%-ით პოეტი. გალაკტიონი ჩვეულებრივი ადამიანი არ ყოფილა. ვერ იქნებოდა. არ შეეძლო ყოფილიყო ჩვეულებრივი. აი მაგალითად ფულის სესხება რომ უნდოდა, არ შეეძლო ეთქვა მას ესხე ფული. ის იტყოდა ცაფირუს ხმელეთ ზურმუხტო ჩემო სამშულო მხარეო, მას ესხე დამეხმარეო. აი ეს იყო მისი მიმართვა და სხვანაირად არ შეეძლო. ის იყო საერთოდ პათოსი. და 24 წლის შემდეგ, როდესაც მან მხარი დაუჭირა აჯანყებას და პოემა დაწერა, მოგონება იმ დღეების, როცა ინათა. და ამ პოემას შეკამ იპოვა და დაიჭირეს, 3 დღე იჯდა, 3 დღის მერე გამოუშვეს, იმიტომ იქიდან შემოთვალა უფროსმა გამოუშვითო, მაგრამ იმის მერე შეიცვალა ხმა.
და გალაქტიონის ხმა თუ გინდათ მოვისმენთ, მარტო ჩანაწერში ლაპარაკობს ადამიანივით. და დანარჩენი წვრილი ხმით ლაპარაკობდა სპეციალურად ბანი ქონდა. ახლა ბანისთვის ხმის დაწვრილება ძნელი იქნებოდა, მან მთელი ცხოვრება ასე იცხოვრა. ასამბობ, აი ესე. მიჭირს ვიციკო, ძამიკო. საცოდა იმერულ დიალექტს იყო ამოფარებული. მაშინ როდესაც საჯარო გამოსვლების დროს დამაგარა ქართულით ლაპარაკობდა ბუნებრივი ახლა. ყველა საგანში სამიანი ყავდა ქართულის გარდა. ერთადერთი ხუთიანი ყავდა ქართულს. ბავშვობიდან ჰქონდა ცუდი მიდრეკილებები. ხო ამბობენ რომ აი ოლია რო დაიჭირეს, მერე სმა დაიწყო. ეს ყველაფერი ტყუილია, სმა დაიწყო ბავშვობიდან. ოლია დაბადებული არ იყო, ეგრო ლოთი იყო და დასთან რო აგზავნიდა მაკრინე. ესეთ რამეს წერილს ატანდა. რომ თხილად იყავი, ხო იცი რომ ლოთია 8 წლის ბავშვზე. გალაქტიონმა სმა დაიწყო ძალიან ადრე და იგი ჩამოყალიბდა ორ პიროვნებად. ერთი იყო კაცი, ალკოჰოლიკი გალაქტიონი, მეორე იყო პოეტი გალაქტიონი. საქმე ის არის, რომ ნასვამს მას ერთი იქონიც არ დაუწერია. ჩვენ ეს მყარად ვიცით, თვითონ მას აქვს მოცემული ეს მისი ძმის ჩვენები და ისაც ვიცით ჩვენიდან. ანუ ფაქტობრივად ავადმყოფი კაცი იყო და რომ გამოჯანმრთელდებოდა ეგრევე მეორე ავადმყოფობა, ანუ პოეზია ჰქონდა ხელში. მას ადამიანური ცხოვრებით არ უცხოვრია. მინდა გითხრათ, რომ ბოლოს შეიძლება შეგექნათ საბჭოო, კარგად ცხოვრობდა, მანქანა ემსახურებოდა, სოხუმში სახლი ჰქონდა, აქ აგერ მთელი 3 ოთახიანი ჰქონდა. მაგას რო 3 ოთახიანი მინახოს სახმუზეუმია მარჯანიშვილის ქუჩაზე, მასეთი სამზარეულო ჰქონდა გიორგი ლეონიძეს, მაგზომის. ასე რომ კარგად არ უცხოვრია, თქვა პირდაპირ. მე ნამყოფი ვარ მის ერთ-ერთ ბინაში, საბაჩი პერეულოქზე ვეძახია, ჩოდრიშვილის ქუჩაზე. 12 კმ ყველაფერი ერთად. იქ ცხოვრობდა. ყველაფერი არ უპირდა მას ეს ამბავი. სხვა სამყაროს კაცი იყო. მოკლედ, ბავშვობიდან დაებედა მას აკლიატება, რომ მაინდა-მაინც თავი უნდა მოიკლას. 12 წლის ასაკში ვერ ჩააბარა გამოცდა საღვთოს ჯულში. მათემატიკამ გამოაყოლა საშემოდგომო. ხო და ბავშვმა იფიქრა, რომ იღუპება და თავი ეჭრება და დედა რას იტყვის და ასე შემდეგ, იმიტომ მისმა ძმამეს გაიარა ყველაფერი. საწამლავი დალია მადლობა ღმერთს არ მოკვდა. მაგრამ ეს არ იყო პირველი და უკანასკნელი სამწუხაროდ. მთელი დანარჩენი ცხოვრება სავსეა მცდელობებით, რომ მაინდა-მაინც თავი მოეკლა. ბოლოს ჩამოუყალიბდა მყარი აზრი იმ სახეობაზე, რომლითაც უნდა მოკვდეს, უნდა გადახდეს. ერთი უწერია, რომ ბათუმში ჩავალ და იქიდან გემით წავალ სოხუმში და ზღვაში გადავხვდები. მეორე შემთხვევა ვიცით, როდესაც მისი მომავალი საუკეთესო ბიოგრაფია ერთ-ერთი ამას უნდა უპასუხო მაპატიეთ. ქალბატონ ციცო მესმის ყველაფერი. კი ბატონო, კაი. უკაცრავად ხოთორე ეს. მოკლედ, ძალიან სერიოზულად აპირებდა გადახტომას. ან ზღვაში. ან ერთხელ ვახტანგ ჯავახაძე შეხვდა გოგო ახდა ვიღაცა და იმ გოგონას უთხრა რა საინტერესო იქნებოდა ამ ხიდიდან ახლა მდინარეში გადახტომა. ეს ის ხიდია, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს, თუმცა არც ერთ ტაქსის არ უნდა დაიჯეროს, რომ გალაქტიონის ხიდი აქვს თბილისში. რამდენი ეტყვი გალაქტიონის ხიდი ეგ რომელია გეკითხა. ნუ უნდა უთხრა ვერის ხიდი, იმის რაღაცა 1000 წლის დაუვიწყარი ვინ იყო ასეთი კაცმა რო არა იცის ვისი აღმართი თუ დაღმართი არის. მოკლედ ეგენი თუ არ უთხარი ტაქსისტები არ აღიარებენ. მაგის ბედი არ ქონდა. ტაქსისტებში და ხელისუფლებაში არ ქონდა ბედი.
უბრალოდ რაღაცას გეტყვით. გალაქტიონი მოკვდა 17 რიცხვში. სახელმწიფომ მოქალაქეებს ეს გამოუცხადა 19 რიცხვში. ეხლა საქართველოს რა თქმა უნდა 17-შივე გაიგო ვინ მოუკვდა და მაგრამ ქვეყანა ფიქრობდა რა უყონ ამ გალაქტიონს, რა უნდა უყონ. ვერაფრით ვერ იჯერებდნენ რომ დაწმინდაზე იყო დასაკრძალული. ხალხი არ მოუყვეს. ხო და მე შეშინდნენ აი ამდენი რომ მოვიდა ეკრამეს ხო არ ნიშნავს და ჯავანაძე რა გინდათ ხალხო კაცისგან სამხედრო კაცი იყო გენერალი კაცი იყო მეტი არაფერი არ იცოდა საერთოდ ქვეყანა როგორ იმართებოდა ცოტა ისეთი პირობები იყო ერთი მოსვლა შევარდნაძის 72 წელს მოვიდა შევარდნაძე 73, 74, 75, სამოსელი პირველი დათა თუთაშხია გზაზე ერთი კაცი მინდიოდა ხო ხვდებით რამ დაბადა ეს რომ არიქა ამან თქვა ახლა გავასწორებ ქვეყანასო და რაღაცები ალბათ იოლად გასწორდა კიდევაც იმიტომ რომ ახლა ნარდში წაგებული თანამდებობები და ეგეთები მაინც მოისმო თუმცა შევარდნაძეს იქ მივიდა ბოლოს სადაც ხვები ერთი სიტყვით იმის თქვა მინდა რომ გალაქტიონს თავიდანვე დაჰყვა ეს მიდრეკილება სმა და თვითმკვლელობის ცდილობები ანუ თავიდანვე ტრაგიკული პიროვნება იყო რა უნდა გააკეთოს ასეთმა კაცმა ასეთი მიდრეკილებების კაცმა მისგან ინჟინერი არ შეიძლება არ გამოდნება ვარიანტი არ აშენებულ დან გადახდება ან რაღაცას უბედურებას იზავს ხალხთან მისი მიშვება არაფრით არ შეიძლებოდა იმიტომ რომ მას აი ნიკოლოზ ბარათაშვილის მარტოსული კაცი იყო მაგრამ უამრავი მეგობარი ჰყავდა ამას მეგობარი არ ჰყავდა ერთი ბოჭორიშვილი იყო მეგობრობდა დაკარგა არის მეზობელი ყავდა ქუჩიშვილი დაკარგა იმის გამო რომ ჩხეიძე იყავი ქუჩიშვილი როგორ დაიქვი როგორ არ წვენიო ეს საბჭოთა დროში როდესაც ეს ჩხეიძეობა და ეგ არაფრად აღარ იცვლება ხო ეს მარტო ჭაბუა მირეჯიბის ოჯახს ეგონა რომ კიდე თავადობაა და იმდო დედა ნაკაშიძე მამა ამირეჯიბი და უბედურება ხო არ იყო ეს მნიშვნელოვანი მაგრამ გალაქტიონისთვის იყო იმიტომ რომ რაღაცნაირად უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა უჭირდა ამბობენ რომ გალაქტიონი იყო მორცხვი ეგ რა თქმა უნდა სისულელეა გალაქტიონი ასრულებდა მორცხვის როლს ზუსტად ისე როგორც გენიალური რომაელი პოეტი ვერგილიუსი ისიც პროვინციელი იყო სხვათა შორის გალაქტიონს უყვარდა ორი ადამიანი წარსულიდან ერთი ნამდვილად და მეორე მსახიობურად ასე დაჯდებოდა ხოლმე წვერი ქონდა მოშუბული და იკითხავდა ვის გავარ მე და უნდა გეთქვა რომ გავხარ აკაკის რატო აკაკის რატო რო იმერელია იმიტომ რა თქმა უნდა არა აკაკი იყო ცხოვრებაში უაღრესად პოპულარული. გალაქტიონს შურდა ამ პოპულარობის. ამიტომ უნდა ყოფილიყო როგორც აკაკი. ეხლა ის იყო პოეტი და ის ჩვენივრად ხდებოდა ვინ არის აკაკი და ვინ არის გალაქტიონი. გალაქტიონი რო აკაკის მოსწავლე არა პოეზიაში და აკაკის ხაზით არ მიდის, რა თქმა უნდა, მასალა თვითონაც იცავ. რა ქონდა აკაკის? კარგი მუსიკალური იყო. ახლა მუსიკალურობაში გალაქტიონი აკაკის კი არა ბერლენ შაისომს ჯიბეში ხო იცით არა რამხელა განსხვავება. უბრალოდ ის რომ გამოვიდოდა აკაკი და სტუდენტები ცხენებს რომ გამოხსნიდნენ და თვითონ შეებმებოდნენ და ეტლით არ ბენინებდა ამაზე იყო გამსხდარი ეს უნდა ძალიან თავისთვის მაგრამ ეს არ მოხერხდა. ნამდვილი მისი მასწავლებელი ვინც იყო ეს გამოავლინა
აი არქივში შენახული არის საქართველოს სახელმწიფო არქივში შენახული არის მისი უბის სიგნალი, რომელიც არის პატარა რვეული. დაწერია რვეული დაბეჭდილი არის და მე გვევიდა რომანტიკოს და სკოლის პირველი კლასის მოსწავლე გალაქტიონ დაბიძე. ახალს აწერს. ის იყო რომანტიკოს და სკოლის პირველი კლასის მოსწავლე. ახლა საქართველოში რომანტიკოს და სკოლა არსებობს მარტო ერთი დიდი რომანტიკოსი პოეტი. სკოლის ხათრით, ლიტერატურის ისტორიის ხათრით ალექსანდრე ჭავჭავაძე, ვახტანგ ორბელიანი, გრიგოლ ორბელიანის პოეტებად არიან მოხსენიებული და დიდ პოეტებადაც. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თითოეულს დაწერილი აქვს თითო კარგი ლექსი. ალექსანდრე ჭავჭავაძემ დაწერა ბოქჩა, დიდი მადლობა ამისთვის. იმან დაწერა თამარ მეფის სახელბეტანის დიდი მადლობა მაგისთვის. ახლა სადღეგრძელოსთვის და იმის რუსეთის მეფის კებდადიდებისთვის დიდ მადლობას ვერ ვეტყვით. ხდელა ესენი იყვნენ რუსეთის არა მარტო აგენტები, არამედ რა ვიცი, ახლა უსამარცხინო ესი ხალხი მაგთვალსა ესეთ. აჯანყებაში მიიღეს მონაწილეობა და ალექსანდრე ჭავჭავაძე 100,000 მანეთით დაბრუნდა გადასახლებიდან. ანუ ფული აჩუქეს იქ. ერთი კაცი დაიღუპა მარტო ვიატკაში, ისიც მე მგონი, იმიტომ რომ გლეხი იყო ერთადერთი ამ აჯანყებაში, მაგრამ ბარათაშვილის მასწავლებელი მაინც იყო და ევროპეიზმის. ერთ სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ რომანტიკოს და კლასის მოსწავლე ნიშნავს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნათესაობას. ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო გალაქტიონის ნამდვილი წინაპარი. ანუ ეს არის პირდაპირი ხაზი. იქ ვაჟა ფშაველა თავის საკუთარი ხაზით არის გამოსული, არ არის ნიკოლოზ ბარათაშვილის მოსწავლე, თავს უწოდებს გურამიშვილის მოსწავლეს, რა თქმა უნდა არა, ის არის დედამისის მიერ აღზრდილი კაცი იმ მითოსზე, რომელიც ფიქელიშვილის გამო იცოდა სეპირად. თუმცა წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ არ გაიკვირდეთ, კამიუს დედამაც არ იცოდა წერა-კითხვა, მაგრამ რამენაირად შვილმა აჯობა მართლაც ეს. ხო, გალაქტიონთან ამ ხრივ ყველაფერი წესრიგში იყო, მან ორ გიმნაზიაში ისწავლა, როგორც მისმა ძმამ პროკლემ ქუთაისი და თბილისი. ხო, როგორც გითხარით, ქართულში სულ ხუთები ყავდა. დანარჩენ საგნებში ნაკლებად, ახლა ძირითადად სამები. მიუხედავად ამისა, ჩვენს წინაშე არის უაღრესად განათლებული ადამიანი, ესაა თვითგანათლება, რა თქმა უნდა. გალაქტიონთან ყველაზე უფრო საინტერესო არის ის, რომ არ არსებობს უფრო წიგნიერი ლიტერატურა, ვიდრე არის გალაქტიონის სახეები აქვს პირდაპირ წიგნებიდან აღებული და არაწყორებიდან. და ეს არ აღელვებდა მას, რამდენად სასიცოცხლო იქნებოდა მისი ლექსი. გალაქტიონი არ არის იმ თეორიის მომხრე, რომ ხელოვნება არის ხალხისთვის. ხელოვნება, მეგობრებო, არის ადამიანისთვის, ვინც ისარგებლებს. რას ქვია ხალხი? ხალხისთვის არასოდეს არ იქნება. ხელოვნება, რომ ხალხისთვის ყოფილიყო, აკაურობა სავსე იქნებოდა ხალხით და არა ელიტით. რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, ახლა ეგ არც კათინაურია და არც ასე არის, ხო ხვდებით როგორც არის. გალაქტიონი არ იყო სახალხო პოეტი, თუმცა კი უნდოდა და ერქვა ასეთი სახელი. ის იყო ერთადერთი სახალხო პოეტი საქართველოს, ან ცოცხალი იყო, სხვას ვერ მიცეს ეს. 13-მა პოეტმა აღიარა მეფედ, მაგრამ ეს მას შემდეგ, რაც ბევრი წლით ადრე თვითონ თქვა მეფე ვარო. ანუ მისთვის აღიარებას არ უთემშია 13 პოეტიდან ჩვენთვის ნაცნობი სახელი და გვარი არც ერთი არ არის. ის ვიღაც პოეტები იყვნენ, ჩვენ ვარ ვიცით ისეთები, თორე ახლა ტიციანმა და პაოლომ და სხვებმა იგი არ აღიარეს. მე გეტყვით, საიდან დაიწყო მისი ოფიციალური მარტოობა. თავიდანვე ხო ვერ იყო და მარტოსული ვარ რომ მე. მოხდა ასეთი რამ, რომ ტიციანმა, პაოლომ, ვალერიან გაფრინდაშვილმა იპოვეს კარგი კაცი, რომელსაც საქართველოში ერთადერთს ჰქონდა ნამდვილი უცხოური დიპლომი. ახლა ყველა იბრალებს,
მაგრამ ჩვენი იმის არ იყოს პარლამენტის წევრებისა მაჩვენე დიპლომზე სული ხვეწები კაცები ამბობენ პასპორტს გაჩვენებო თუმცა არ ვიცით რას გულისხმობენ ალბათ უზრდელობენ ხოლო ქალები ვერ აგერ ჭიჭინაძის ქალი ვერ გვაჩვენებს არ არის დიპლომი და ახლა რა უნდა გვაჩვენოს რა თუნდა დიპლომი რომ კონდეს რა ხოდა ამის თქმა მინდა რომ გალაქტიონი თავიდანვე მარტოსული ვერ იქნებოდა ეს ნელ-ნელა ყალიბდებოდა და მიხვდებოდა რომ ასე იქნებოდა როგორ მოხდა ეს მოხდა ასე რომ გრიგოლ რობაქიძემ რომელიც უფროსი კაცი იყო ასაკით შეიფარა ცისფერ ყანწელები და შეიქმნა ჟურნალი ცისფერი ყანწები ტიციანმა თავის ბიძაშვილს უწყალობა 2 ლექსის ადგილი უთხრა რომ გალაქტიონ დაგიბეჭდავთ ესენ უკვე დიდები არიან მნიშვნელოვანი და უნდათ რომ გალაქტიონი ამ წლებში იყოს ისიც ცისფერყანწელი სიმბოლისტი უნდა იყოს მინდა წინასწარ გითხრათ საქართველოში ყავდა მთელი ჯგუფი ერქვა სიმბოლისტები და სიმბოლისტური ლექსები დაწერა მხოლოდ გალაქტიონმა ტიციან ტაბაძე ბოლომდე ვერ გაერკვა სიტყვა სიმბოლო რას ნიშნავს სუდი პოეტი ის არ იყო რა თქმა უნდა პიროვნება როგორი იყო ახლავე შემიძლია გითხრათ აი რა მოხდა გალაქტიონმა 2 ლექსის ადგილი აქვს და წარადგინა 2 ლექსი იცით ხანდახან ამაში არის ყველაფერი რა რას წარადგენ აი მაგალითად ილია ჭავჭავაძე დაიბარა ეკატერინე ჭავჭავაძემ იმიტომ რომ ეკატერინე ჭავჭავაძემ გაიგო რომ იქ უნივერსიტეტში სტუდენტებში ლიდერი ყოფილა ვიღაცა ილია ჭავჭავაძე მის ნაცარი არ არის ეს სხვა ჭავჭავაძეებიანი სხვა მაგრამ დაიბარა იმისთვის რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება ჩააბაროს ამას რომ ქართველი ხალხი ვერ გაერკვა მაგრამ ის ხალი იყო გარკვეული რომ ისი კაცი რომელსაც ის უყვარდა უბრალო კაცი რო არ იქნებოდა ამაში მაინც იყო გარკვეული ხოდა დაიბარა მაგრამ ავად გახდა ვერ შეხვდა პირადად ამიტომ სალომე მიურატმა თქვა რომ ისო არ არის მზად რომ ყველაფერი წაიღოსო დედამის ეუბნება ამოტყობს და 2 რაღაცა გავატანოთ და ქალი ეუბნება რა არის ის 2 რომელიც უნდა ილიამ ნახოს იმიტომ ილია ჭავჭავაძე სკეპტიკურადაა განწყობილი რომ ახლა ეკატერინე რა იცის პოეზია და რას მიცე ვიღაცა ნიკოლოზი არ ჯერა არაფრის ეგეთი კაცი იყო ხო იცით რა კრიტიკული დამპირდაპირი სუფთა კახელი მატვალსა ეს საკმაოდ უხეში ხანდახან უსიამოვნო უხეშიც კი აი ახლა ჩვენ სომხებს როგორ გულშემატკივრობ და ხო იცით რომ პატაღაღადი არ არის სამართლიანი წიგნი არ არის უსინდისოდაა დაწერილი არ ეწყინოს ილიას ხსოვნას იმდენი კარგი აქვს ჩვენთვის გაკეთებული დიდი ამბავი თუ სომხებს ეხლაცა დაუშავათ ცოტა ხდება ხოლმე იმას ჩვენზე ვარესები აქვს ნათქვა ხო მაგრამ ბოღმითაა დაწერილი და არ არის თლაც სამართლიანი წიგნი თქვა პირდაპირ 2 რამ ბედი ქართლისა მერანი ხო გასაგებია რომ ესმის ხო არა ხო საყურეკი არ მისცა და ისა იცის ასაკეთებ ზუსტად ასე გალაქტიონს რო უთხრეს 2 ლექს დაგიბეჭდო თქვა კი ბატონო დაწმინდის თვარე ლურჯა ცხენები ანუ გადასარევად იცის რა უნდა მისცეს იმად დაბეჭდეს და ახლა წარმოვიდგინეთ არის ჟურნალი, სადაც დაბეჭდილია ტიციან ტაბიძის ლექსები, გასაგები. ვალერიან გავიგეთ. პაულო კი ბატონო. ყველაფერი გავიგეთ. გრიგოლ რობაქიძე, ტანსგეთ, მასნება, სველი ალერდი, გავიგეთ ყველაფერი. და უცებ ჩონჩხიანი ტყეები, ხეები, ვაიმე და ისე გალაქტიონი მაგ დღემდე იყო პერსპექტიული ავტორი, ახალგაზრდა, ნიჭიერი, მომავლის მქონე.
და უცებ გაირკვა რომ ესენი ყველა პროვინციაში არიან ტყეში და აი სიმბოლისტური ლექსი ესაა. იმ ფონზე ყველაფერი წაიშალა და იმის მერე გამარჯვებას არ ეუბნებოდა ტიციანი ეწყინა და რა ეწყინათ? ეწყინათ რომ უნდათ რომ გალაქტიონი ყოფილიყო მერის ავტორი. ახახა მე საფლავის. რომ მოყვები რა ესეთი პოეზია. აი ისინი მაგასაც ვერ დაწერდნენ, მაგრამ მაინც ეს და უცებ ასეთი საშინელება. მოხდა ტექტონური ძვრა. აი ასე იყო ჟურნალი რა. ორი ლექსი იყო აქ და ყველაფერი დანარჩენი იყო იქ სადაც უნდა ყოფილიყო. ამან გამოიწვია ის რომ მაგის მერე არის რომ უკვე ვეღარ აიტანეს. და ამის მერე დაიწყო მის წინააღმდეგ ომი. ომი იყო ასეთი ხასიათის. კაცი რომელსაც თვითონ ქონია თვითმკვლელობისადმი მიდრეკილება და ბოლოს მაგით დაამთავრებს დამწერალთა სახლში. ის გალაქტიონზე იტყვის რომ ეს არის კუხარკების პოეტი და რომ გიტარაზე სასიმღერო ლექსებს წერს. გიტარაზე ლურჯაცხენა კარგად წავიდა.